დედამიწის ზედაპირის 73 დაფარულია წყლით. ადამიანის სხეულის 70-ზე მეტი ასევე წყალია. დედამიწაზე წყლის გარეშე ვერაფერი იცოცხლებს. თუმცა ამ დღეებში დედამიწა, წყლის პლანეტა, განიცდის წყლის დეფიციტს, ხანგრძლივი ძლიერი გვალვების გამო. ეს გამაფრთხილებელი ნიშანია კაცობრიობის გადარჩენისთვის. თუ ჩვენს ორგანიზმში არსებულ წყლის 5-ს დავკარგავთ, კომაში ჩავარდებით. თუ წყლის 10-ზე მეტს დავკარგავთ, მოუკვდებით. წყალი სიცოცხლის წყაროა. ასევე, თუ ჩვენი სულები არ იქნება უზრუნველყოფილი სიცოცხლის წყლით, ღვთის სიტყვით, სულიერი წყურვილით დავიტანჯებით და ბოლოს დავიღუპებით. ახლა მთელი მსოფლიო სულიერი გვალვისგან იტანჯება. ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დადის ეკლესიაში და მათ ეკლესიებს სხვა მიზნებისათვის იყენებენ. ამერიკაში ეკლესიები მორწმუნეებს ასტიმულირებენ ვიზუალური და ადრენალინით დამუხტული მეთოდებით. რატომ ტოვებენ ხალხი ეკლესიებს, მიუხედავად იმისა, რომ წყურიათ? ეს იმიტომ, რომ ეკლესიები არ აძლევენ მათ სიცოცხლის წყალს. სულიერი წყურვილის ეპოქაში ბიბლია ამბობს, რომ სული და საპატარძლო გვაძლევს სიცოცხლის წყალს. სული და სასწლო ამბობენ, მოდი, გამგონე მათ თქვას, მოდი, მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. ზოგიერთი ქრისტიანი ლიდერი ამტკიცებს, რომ პატარძალი ეკლესია ან მორწმუნეებია. მორწმუნეები, რომლებიც განიცდიან სულიერ გვალვას, ვერ უსმენენ ღვთის სიტყვას. ან ეკლესია, რომელიც მათი ორგანიზაციაა, ვერ მისცემს სიცოცხლის წყალს. 2000 წლის წინ, როდესაც კაცობრიობა განიცდიდა სულიერი გვალვას, ხორციელმა ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლის წყალი. ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ დღესაც ღმერთი მოდის ხორციელად და გვაძლევს სიცოცხლის წყალს, ისევე როგორც 2000 წლის წინ. სული და სასწლო ამბობენ, მოდი, გამგონე მათ თქვას, მოდი, მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. სამების მიხედვით სული აღნიშნავს მამა ღმერთს. მაშინ ვინ არის მამა ღმერთის პატარძალი? ბიბლია გვეუბნება, რომ პატარძალი არის ზეციერი იერუსალიმი და რომ ის არის ჩვენი დედა. იმისათვის, რომ კაცობრიობამ მოისმინოს სიცოცხლის სიტყვა, რა სახით უნდა მოვიდეს დედა ღმერთი? როგორც მამა ღმერთი მოვიდა ადამიანის მსგავსად, რათა მოგცეს სიცოცხლის წყალი 2000 წლის წინ. ამ ეპოქაში დედა ღმერთი მოვიდა ადამიანის მსგავსად და ის გვაძლევს სიცოცხლის წყალს. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მისცეს სიცოცხლის წყალი, ღვთის სიტყვა, რომელიც აცოცხლებს სულებს, მამის, ძის და ახლა სულიწმიდის ეპოქაში.